ძველი სტილით 14, ხოლო ახალი სტილით 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა. წმინდანის, რომელმაც ქართველ ხალხს ანდრია პირველწოდებულის მიერ დამკვიდრებული რწმენა განუახლა. საქართველოს ეკლესიის საყდრის დაფუძნება ანდრია მოციქულს უკავშირდება. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში ეს თემი ძლავრი არ აღმოჩნდა, ზოგადად ქართული სახელმწიფო ეჭირვებდა სრულ გაქრისტიანებას. და ამ დროს საქართველოს შესახებ მეოთხე საუკუნის დასაწყისში ესმა სიტყვა ქალწულ ნინოს, რომელიც თავისთავად წმინდა ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, ასეთ ოჯახში აზრდილი პიროვნება დიდი სულისკვეთებით გამოემართება იმ ქვეყნისკენ, სადაც მაცხოვრის კვართია დავანებული. ზოგადად მოციქულობას, ანუ ღვთის სიტყვის ქადაგებას ამას აღთო-კურთხევა ჭირდება. წმინდა ნინოს შემოსულიდან მის სახელს მრავალი სასწაული დაუკავშირდა. ღვთის სიყვარულითა და უღრმესი რწმენით გავრცელებული სარწმუნოება მეოთხე საუკუნიდან არად დამკვიდრდა ქართველ ხალხში. გავიხსენოთ თავად მოციქულებს მაცხოვრი ეუბნება წარუეთ და მოიმოწაფეთ ყოველდღე წარმართთა ნათელსემდით მათი. ასე რომ მასაც პირადი სურვილის გარდა საღვთო ძალა და შეწევნა ჭირდებოდა ღვთის განჩინებით მას თავად დედაუფლისა, ვინაიდან ივერი არის ღვთისმშობლის ხვედრი, მას ევლინება ღვთისმშობელი, აძლევს კურთხევას და ნიშნად ამისა მას გადაეცემა ვაზის ჯვარი. ვაზის ჯვრის ქალწულისთვის გადაცემა შემთხვევითი არ ყოფილა. ვინაიდან ვაზი და ვენახი სახეა მაცხოვრისა. მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და მამაი ჩემი შემოქმედი არს. სახარება იოანესი მე-15 თავი მუხლი პირველი. საქართველოში კაბადოკიელი ქალწულის ვაზის ჯვრით წარმოგზავნა თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აკურთხა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა მფარველობა ქართველებისადმი. რაც სამთავარი აღნიშნოთ, რომ წმინდა ნინო ვაზის ჯვარს შეაერთებს საკუთარი თმებით. იმ ეპოქაში რომაელებისთვის იყო დამახასიათებელი ესეთი თვისება, რომ მონათფლობელს, როდესაც ყავდა მონები, ნიშნად დასტურად იმისა, რომ ესა თუ ის მონა მისი საკუთრება იყო, მას მოკვეცავდა თმებს და ინახავდა. და ის სწორედ წმინდა ნინომ ამ შემთხვევაში საკუთარი ხელით მოიკვეცა თმები და ვაზი ჯვარი შეკრა, ანუ მან აღნიშნა, რომ მისი თავისუფლება, მისი პიროვნება ეკუთვნოდა უფალს. ყველაზე ხშირად წმინდა ნინოს სწორედ ვაზის ჯვრით ხელში გამოსახავენ. სამწუხაროდ არ არის შემონახული ცნობები, თუ როდის დაიწერა პირველი ხატი. დღეისთვის შემონახული საგანძურიდან ქართველთა განმანათლებელი ქალწულის პირველი გამოსახულება მე-10 საუკუნეს ეკუთვნის. ზოგადად წმინდა ნინოს ცხოვრების გადაწერა ხელახლა ისე მე-10 საუკუნეს ეკუთვნის, რომ გვხვდება თვით სომხურ ძველ ნაქალაქარში ანისში, ქართულ ტაძარში ერთ-ერთი უძველესი ფრესკა და გამოსახულება წმინდა ნინოსი. ასევე მანამდე ჩვენ გვხვდება ქართულ ხელნაწერებში, თუ მინიატურებში, თუ გრაფიკულ ჩანახატებში ანდრია მოციქულთან ერთად. ზოგადად წმინდა ნინოს სიმბოლიკა უფრო მოგვიანებით არის ატაცებული და ფართოდ გაშლილი. სხვა ხატების მსგავსად წმინდა ნინოს ხატები მის ცხოვრებას ასახავენ. თუმცა ერთი რამ ყველასთვის საერთოა. მოციქულთა სწორი ქალწულის გამომეტყველება და ხასიათი ერთობლივად ასახავს ქალწულებრივ კდემას და დედობრივ მზრუნველობას, რაც წმინდანის ბუნებიდან მომდინარეობს. როდესაც ზოგადად ხატი გამოისახება, თუ პირველ წყარო არ არსებობს, მაშინ უკვე ხატვარმა აუცილებლად უნდა ეძებოს საყრდენი საფუძველი თვით მათ ცხოვრებაში, წმინდანის ცხოვრებაში. საბინინის მხატვრობაში წმინდა ნინო სწორედ მის ცხოვრების აღწერილობას შეესაბამებას. ასევე საქართველოში მოღვაწეობდა რუსი, მაგრამ საქართველოს პატრიოტი ადამიანი გაგარინი და მისი ესკიზებიც აბსოლუტურად მთლიანად ასახავს ახალგაზრდა მაწულ ნინოს.
წმინდანის გამოსახვის ხაწერის კანონიკა საუკუნეების განმავლობაში გარკვეულწილად შეიცვალა. განსაკუთრებულად სიმბოლურია წმინდანი ქალწულის თეთრი ფერის შესამოსელით გამოსახვა, ვინაიდან თეთრი ფერი სიწმინდისა და ზეციურობის სიმბოლოა. წმინდანინო შესამოსელი ხშირად თეთრ ფერებში გამოიხატება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტენდენცია მაინც უფრო მე-19 საუკუნის დროიდან არის. ზოგადად წმინდანინო როგორც მოციქულთასწორი და ღირსი დედა, თავისი ეპოქის შესაბამისი სამოსით გამოიხატებოდა, მაგრამ მას გარკვეული მოციქულებრივი სამოდელო სიმბოლოები სიმბოლურად მიენიჭა და მხოლოდ საღვთისმეტყველო შინაარსი შეიტანა, როგორც ქადაგებელი და მსახური ღვთისა და დანარჩენ შემთხვევაში მასში ჩვენ ფერადოვანი შესამოსელი გვხვდება რამდენიმე სახის. თავად მამა ლევანს არაერთი ხატი დაუწერია. თუმცა ქალწული წმინდანის სახის გამოსახვა, როგორც ხატმწერისთვის, ძალზედ რთული აღმოჩნდა. უამრავი წმინდანის გამოსახულება სხვადასხვა თავისი პორტრეტული ტიპაჟებით ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველაზე ურთულესი მინდა აღვნიშნო დღემდე ჩემთვის არის წმინდა ნინო, ვინაიდან მასში შეაზავო დედობაც და ქალწულებაც, ანუ გადაწყვეტილება ძველი ადრინდელი ქართული ქრისტიანული გამოსახულებათა და ასევე ახალი თანამედროვე საბინინისეული ქალწული დედა, ამათი შერწყმა ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს. რამდენჯერმე ფანქარში მისი სპეციფიური შტრიხები გავაკეთე, პორტრეტული შტრიხები, რომელიც მიკარნახებდა ზოგადად რაზე გამეკეთებინა მისი აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ მაგ ეს ნიმუში მაინც არასოდეს ერთნაირი არ გამომდის მისი სახე. ნამდვილად ურთულესია. რამდენიმე დღეა, რაც წმინდანინოს ახალი ხატის წერა დაასრულა, სადაც წმინდანი წარმოდგენილია როგორც ქადაგი სამთავროს დედათა მონასტრის ფონზე. მწვანე ფერში ნაყოფიერება მაქვს მიცემული, რომელიც მის ქადაგებას ქართველი ერისთვის მოყვა. ოქროს ფერი ზეციური მეუფების ფერია, რომელიც უფალი სუფევს და უფალი ანაყოფიერებს და გვაძლევს ცხოვრებას. წმინდანინოს ხატი წყნეთის წმინდანინოს სახელობის ტაძარში დაიდებს ბინას. გილოცავთ მოციქულთასწორი ქალწულის წმინდანინოს ხსენების დღეს. მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.